2010 წელი ლარის გაუფასურებით დაიწყო. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში 5 თეთრით დაიკლო და კურსი 1 ლარსა და 75 თეთრამდე ავიდა. ეროვნული ბანკი ცვლილებას უმნიშვნელო დაფასებს და მოკლევადიან ფაქტორებს უკავშირებს. ლარის კურსის ცვალებადობა ამერიკული დოლარის მიმართ არის ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება მის ბოლოდროინდელ რამდენადმე გაუფასურებას, ეს არის მოკლევადიანი ფაქტორებით გამოწვეული, ხოლო ეს ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ძველვადიანი კურსის დინამიკაზე ახდენდნენ გავლენას, პრინციპში არ შეცვლილა. ფინანსთა მინისტრის აზრით კი ლარის გაუფასურების მიზეზი ყველა წამყვანი ვალუტის მიმართ დოლარის ბოლოდროინდელი გამყარებაა. კახა ბაინდურაშვილი ამბობს, რომ კურსის ვარდნა საგანგაშო არ არის. ჩვენ უფრო ფსიქოლოგიურ ბარიერს გადავაბიჯეთ. იყო 1.77-79-მდე მერყეობდა, ეხლა გახდა 71-72, ანუ ფსიქოლოგიური ზღვარი 1.7-ზე მოხდა გადაბიჯება, თორე მთელი ეს ეგრეთ წოდებული გამყარება არის არა უმეტეს ვიდრე 3%-ისა. ლარის გაუფასურებამ იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. სოფლიოში ნავთობის გაიაფების ფონზე საქართველოში საწვავის ფასების ზრდას ნავთობკომპანიები სწორედ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას აბრალებენ. გაუფასურება ლარის სასაკვირველია ისახება ადეკვატურად საწვავის ფასზე ვაჭრობა საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარეობს ამერიკულ დოლარში შესაბამისად ლარის კურსი გახლავთ ფასწარმოქმნისათვის საჭირო და აუცილებელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძირითადი ატრიბუტი. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე თვლის, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგია. არ გამორიცხავს იმასაც, რომ მთავრობას ეროვნული ვალუტის დევალვაცია წინასაარჩევნო დაწყობდეს. მათ არ აქვს წინასწარ გაცხადებული მკვეთრი პოლიტიკა. ისინი ვითომ და ბაზრის ინტერესებს მიყვებიან, მაგრამ სინამდვილეში, რადგან ეროვნული ბანკი აქტიურად მონაწილეობს ღია ბაზრის ოპერაციებში, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია თქვა, რომ ეს არის ბაზარი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი ხშირად. შეიძლება ეს იყოს, რომ მოდის არჩევნები და რაღაც პოლიტიკური ინტერესი არსებობდეს, რომ არსებული დოლარის შედეგად უფრო მეტი ლარი იქნება შედენილი რაღაც ამოცანების გადასაწყვეტად. ლარის გაუფასურებას ინვესტიციების შემცირებითა და იმპორტის ზრდით ხსნის დავით ნარმანია. მისი აზრით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ლარზე მოთხოვნას ამცირებს. ძალიან მაღალი დამოკიდებულება არის იმპორტზე და სულ უფრო მეტად იმპორტი ენაცვლება ადგილობრივ წარმოებას, ანუ გაუარესებული საგადამხდელო ბალანსი, საიდან გამომდინარეც დოლარზე მოთხოვნა არის გაზრდილი, იმიტომ რომ იმპორტიორებს ძირითადად ჭირდებათ ჩვენი ქვეყნის ბაზარზე დოლარის შეძენა, რათა განახორციელონ მათ იმპორტი, ისინი რეალიზაციას ახორციელებენ ლარებში. დოლარის ლართან გამყარება დადებითად იმოქმედებს მათზე, ვისაც სესხი ლარში აქვს, ანაბარი კი დოლარში, ხოლო ვინც ფული დოლარში ისესხა ან დანაზოგი ლარში გააკეთა, წაგებული დარჩება.